შეიძინებინა და არ იცი საიდან დაიწყო რემონტი. ჩვენ 5 ვიდეოთი დაგეხმარებით სწორად დაგეგმოთ თქვენი რემონტი. კერამოგრანიტის სამუშაოები დასრულებულია და ყველაზე სასიამოვნო პროცესი იწყება. ეს სამალერო სამუშაოებია. სანამ საღებავს წავუსვათ რა არის მნიშვნელოვანი, რომ გავითვალისწინოთ, ამაზე ვისაუბრებთ დღეს ოთოსთან. ტრადიციას ავღალავთ ხელს ვარდეთ, მოგესალმებით. ოთო კავკასიის იმპორტის წარმომადგენელია საქართველოში და მისი რჩევები ძალიან გასათვალისწინებელი რამ არის. საუბრობთ პროფილებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა გავაჟღეროთ, მე მგონი დიამეტრები ხო, თუ არ ვცდები? სისქე უფრო. სისქე. და მინიმუმ რამდენი უნდა იყოს? 0.5-იანი, ესე ეძახიან ზოგადად რა, 0.5-იანი უნდა იყოს მინიმუმ. თუმცა 0.6-იანიც არსებობს და არის და უკეთესია უბრალოდ თუ საუბრობთ შედარებით ბიუჯეტურ ამბავზე, რომ შედარებით ბიუჯეტურად გამოგივიდეს 0.5-იანი იდეალურად მუშაობს. კუთხოვანი აუცილებელია იყოს განიერფთიანი, ესე ვთქვათ და არ უნდა იჟანგებოდეს. ანუ უჟანგავი ფოლადის უნდა იყოს, ხო, აუცილებლად, არ უნდა იჟანგებოდეს. აუცილებელია რომ სამზარეულოში გავაკეთოთ მწვანე ფილა და საბაზანოში გავაკეთოთ ლურჯი ფილა. თეთრი ფილა შეგვიძლია გამოვიყენოთ დეკორში, ხო? ჩაულობილად შეგვიძლია გამოვიყენოთ. საქართველოს მასშტაბით რომ იცოდეთ კავკასიის იმპორტში გიცო კარდონი ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფასით არის წარმოჩენილი. კი, ჩვენ გვაქვს თურქული წარმოების პროფილებიც გიცო კარდონის და შესაბამისად სულ მან ყველაფერი რაც სჭირდება. ეს ის რჩევები იყო, რომელიც სამალერო საქმიანობის დროს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, ჩემო ძვირფასო მაყურებელო, და შემდეგი ეპიზოდი არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ეპიზოდი, იმიტომ რომ ფერს ეხება. ძალიან საინტერესო და ბევრი ინფორმაციას მოგაცდით საღებავებს. დროებით. მადლობა ოთო, კიდევ და კიდევ. დროებით. კავკასიის იმპორტი შენი სანდო პარტნიორი მშენებლობაში.